გამარჯობა, ეს დიდი ვეზირის მორიგი ეპიზოდია, მე შოთა თხელიძე ვარ. დასაწყისისთვის მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგჩეთ შემდგომი ჩემი ვიდეოები. ასევე კომენტარებში დაწერეთ, რა საკითხები გაინტერესებთ და გსურთ რომ შემდგომ ეპიზოდებში განვიხილო. მე ერთ-ერთ წინა ეპიზოდში შევეხე გეოპოლიტიკურ პროცესებს, რომელიც სოფლიოში მიმდინარეობს და ზოგადად გეოპოლიტიკის დაბრუნებას კაცობრიობის განვითარების ისტორიაში, აი ამ ეპოქაში და ასევე ვახსენე ეგრეთ წოდებული ეს ჰარტლენდის და რიმლენდის თეორია, რომ მაგალითად შეერთებული შტატები აბრუნებს მის აპრობირებულ გეოპოლიტიკურ, ასე ვთქვათ, საგარეო პოლიტიკას, რომელსაც ეწოდება შეკავების პოლიტიკა კონკრეტულად აი რიმლენდის ზოლში, რომელიც ასე ვთქვათ, გარს არტყავს ჰარტლენდს და ამ რიმლენდში გარკვეულწილად დესტაბილიზაციის დაწყებას და ვახსენე ესე ვთქვათ ესეთი არსებული ხელწერტილები და პოტენციური ხელწერტილები, სადაც შეიძლება კონფლიქტები გაღვივდეს ან გადადინდეს. მე მინდა ეს თემა გარკვეულწილად გავაგრძელოთ და მეტნაკლებად განვიხილოთ თუ რა პოტენციური გეგმა არსებობს ზოგადად შეერთებული შტატების დღის წესრიგში იმისათვის, რომ მან შეინარჩუნოს სამომავლოდ საკუთარი უპირობო ჰეგემონია მსოფლიოში და ის ასე ვთქვათ რევიზიონისტული ძალები, რომლებიც მას ასე ვთქვათ გლობალურ ძალაუფლებას ეცილებიან და იმ გლობალურ დღის წესრიგს ცვლიან, რომელიც ბოლო პრაქტიკულად 80 წელიწადია შეერთებულმა შტატებმა დაადგინა საერთაშორისო სისტემაში, აი ეს ამ რევიზიონისტულ ძალებს გაუმკლავდეს და ეს სტატუს-კვო, არსებული სტატუს-კვო შეინარჩუნოს. გასულ წელს ნიუ-იორკ ტაიმსში გამოქვეყნდა ორგანიზაცია პალანტირის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ალექს კარპის ინტერვიუ, სადაც მან ახსენა, რომ მომავალში შეიძლება შეერთებულ შტატებს მოუწიოს სამ ფრონტზე ერთდროულად ბრძოლის წარმოება. პირველი ეს არის ევროპის მიმართულებით რუსეთის წინააღმდეგ, მეორე ახლო აღმოსავლეთში ირანის წინააღმდეგ და მესამე სამხრეთ აღმოსავლეთ წყნარ ოკეანეთში ჩინეთის შესაკავებლად. ალექს კარპის მსგავსი განცხადება მიმდინარე თვეში გააკეთა შეერთებული შტატების ევროპული გენშტაბის ერთ-ერთმა წამყვანმა გენერალმა ალექსის გრინკევიჩმა, რომელმაც თქვა, რომ მომავალში შეერთებული შტატები მზად უნდა იყოს ორ ფრონტზე საომრად, ეს იქნება რუსეთისა თუ ჩინეთის წინააღმდეგ. რატომ არის ეს განცხადება მნიშვნელოვანი და ზოგადად ვინ არის ალექს კარპი და ორგანიზაცია პალანტირი? ორგანიზაცია პალანტირი არის ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო კონტრაქტორი კომპანია, რომელსაც ეს კონტრაქტები აკავშირებს სხვადასხვა სახელმწიფო დეპარტამენტთან და ის პასუხისმგებელია მონაცემთა ბაზების გენერირების, აკუმულირების, მისი დამუშავების და მათი ასე პროგრამული უზრუნველყოფა, რომლითაც საბოლოოდ შემდგომ იქნება გარკვეულწილად ავტონომიური ხელოვნური ინტელექტები და აი ამ ინტელექტის პლატფორმები და ამ პლატფორმებით შემდგომ ოპერირებს სხვადასხვა დეპარტამენტები. მათ შორის არის შეერთებული შტატების სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტი, ასევე სოციალური დაცვისა და უსაფრთხოების დეპარტამენტი და რაც თავარია პენტაგონი, შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრო, მოდი ესე რომ ვთქვათ, რომელსაც ყველაზე მსხვილი კონტრაქტები აკავშირებს ორგანიზაცია პალანტირთან, რამდენიმე ასეულობით მილიონია ამ შემთხვევაში გამოყოფილი პალანტირთან თანამშრომლობისთვის. ასევე ისიც არის მნიშვნელოვანი, რომ ალექს კარპთან ერთად ერთ-ერთი მთავარი ხელმძღვანელი ეს არის პიტერ ტილი ამ ორგანიზაციის და ეს ორი ადამიანი საკმაოდ დაახლოებული არის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტთან ჯეი-დი ვენსთან. კონკრეტულად კი პიტერ ტილი მოიაზრება ჯეი-დი ვენსის მფარველ ბიზნესმენად, რომელმაც ხელი შეუწყო მის პოლიტიკაში გამოჩენას, პოლიტიკაში მოსვლას და შემდგომ დაწინაურებას და უნდა ვივარაუდოთ ის, რომ ამ ორგანიზაციას პალანტირს საკმაოდ დიდი გავლენა აქვს შეერთებული შტატების პოლიტიკურ ელიტაზე, თუნდაც დონალდ ტრამპმა რამდენიმე თვის წინ საკმაოდ ესე მსუყე კონტრაქტით დაუკავშირდა ამ ორგანიზაციას. და ასევე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ პალანტირი საკმაოდ აქტიურ კომუნიკაციაშია ისრაელის თავდაცვის ძალებთან, ისრაელის დაზვერვასთან და ისრაელი იყენებს აი ამ პალანტირის ზუსტად აი ამ პროგრამულ უზრუნველყოფებს თუ ხელოვნურ ინტელექტს და მათ შორის დღეს ღაზაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში აქტიურად გამოიყენება აი ამ პალანტირის ტექნოლოგიები. ამერიკულ საზოგადოებაში პიტერ ტილისა და ალექს კარპის მიმართ არსებობს გარკვეული კრიტიკა, მათი ორგანიზაციის პალანტირის შინაარსიდან გამომდინარე და მათი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე, ისინი გარკვეულწილად ემხრობიან პოსტჰუმანისტური სამყაროს შექმნას, სადაც უპირატესობა ენიჭება ტექნოლოგიურ პროგრესს, ტექნოლოგიურ განვითარებას და ადამიანი ჩანაცვლებულია აი ამ ტექნოლოგიებით და ამასთანავე ისინი ემხრობიან ომის მორალისგან დაცლას, ანუ თუ დღეს სამყარო რაღაც ბრძოლის წესებზე შეთანხმებულია, რაღაცა შეიარაღების გამოყენება შეიძლება, რაღაცა პერსონალიები, პოლიტიკური ლიდერშიპი არის
იმუნური ომისგან ისინი ემხრობიან თუნდაც აი ამ პოლიტიკური ლიდერების, პოლიტიკური ისტაბლიშმენტის ლიკვიდაციასაც კი და ნუ ასე ვთქვათ ალექს კარპის ბევრ ინტერვიუში ახსენებს რომ შეერთებული შტატების მტრებს უნდა ეშინოდეთ ყოველდღიურად და ასე ვთქვათ არავის არ უნდა გაუჩნდეს აზრი და იდეა რომ მომავალში დაუპირისპირდეს შეერთებული შტატების ინტერესებს გლობალურად რომ ასე ვთქვათ ახლოს გაიცნოთ ეს ადამიანები ვინ არიან რამდენიმე ვიდეოს გადავხედოთ You would prefer the human race to endure, right? You're hesitating. Yeah, well, Yes? I don't know. I would This is a long hesitation. This is a long hesitation. There's so many questions implicit in this. Palantir is central to every conflict now where America is involved. That a few people get wealthy, and if you said platitudes that were obviously stupid, you could. You're getting wealthy off of killing Palestinians. Palantir kills Palestinians with their AI and technology. Oh. You're killing my family in Palestine. Yeah. And you know. How do you sleep at night? Well, if you. Shame on you. Do you want to hear my answer? Sure, go ahead. Okay. So, I think the primary cause of death to Palestinians. Okay. Do you want to hear the answer, or do you want to yell? Well, you don't want to hear an answer? Obviously. So the primary source of death in Palestine is the fact that Hamas has realized that there are millions and millions of useful idiots that will. Can we get security up there? Mostly terrorists, that's true. როგორც ამ ვიდეოებიდან ჩანს, თვითონ ალექს კარპი ამბობს, რომ დღეს რა კონფლიქტებში შეერთებული შტატებია ჩართული, პალანტირი აქტიურად მონაწილეობს, ასევე ის ასე ვთქვათ, სასახად ემხრობა პალესტინელების ხოცვას პალანტირის ტექნოლოგიებით, ну ის ამბობს, რომ კონკრეტულად ჰამასის მებრძოლები კვდებიან აი ამ ხელოვნური ინტელექტით ზედაფუძნებული ტექნოლოგიებით, მაგრამ რა თქმა უნდა ამის ხერხი არიან ჩვეულებრივი ადამიანებიც და ასევე პიტერ ტილი ასე დამაჯერებელ პასუხს ვერ სცემს იმაზე, თუ უნდა გაგრძელდეს თუ არა კაცობრიობა, გააგრძელოს თუ არა კაცობრიობა იმ ფორმით არსებობა, რა ფორმითაც დღეს არსებობს. თვითონ რაც შეეხება ალექს კარპის განცხადებას, რომ მომავალში შეერთებული შტატებს სამ ფრონტზე მოუწევს ბრძოლა, ეს არ არის რეალობას მოწყვეტილი განცხადება და გარკვეულწილად ეფუძნება იმ რეალიებს, რომელიც უკვე არსებობს თუნდაც ევროპის მიმართულებით, ახლო აღმოსავლეთში თუ სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში და განვიხილავ ამ სამივე ამ სცენას თუ რა პროცესები მიმდინარეობს და როგორ შეიძლება ეხმაურებოდეს ამ ალექს კარპის განცხადებას. მაგალითად, რამდენიმე კვირის წინ მთლიანად ევროპული მედიები მოიცვა მსგავსი ტიპის სტატიამ, რომ მომდევნო 5 წელიწადში ევროპას თავს აუცილებლად დაესხმება რუსეთი. ამ სტატიებში არ არის ნახსენები თუ რატო დაესხმება, რა ფორმით დაესხმება, თუმცა ეს მსგავსი ტიპის სტატიები არის გამიზნული საზოგადოებრივი განწყობების შექმნისთვის, სამხედრო მობილიზაციისთვის და იმ ხარჯების ლეგიტიმაციისთვის, რა ხარჯებიც საომავლოდ ევროპამ უნდა გაწიოს. ეს ხარჯები არის მნიშვნელოვანი, ჩვენ მე ერთ-ერთი ეპიზოდი მიუძღვენი კიდევაც, რომ შემდგომი 5 წელიწადი, ну არა მარტო 5 წელიწადი, შეიძლება მანამდეც ევროკავშირმა ჯამურად 800 მილიარდი ევრო უნდა დახარჯოს შეიარაღებაზე, რაც ამ შემთხვევაში ასტრონომიული თანხაა. ასევე აი ამ შეიარაღების პროცესს ეხამება ნატოს შემდგომი 10 წლის პოლიტიკაც, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში წევრმა ქვეყნებმა საკუთარი თავდაცვის ბიუჯეტები მთლიან შედარებულ პროდუქტთან შედარებით 5%-მდე უნდა გაზარდონ. ამ 5%-ში 3.5% მიმართული იქნება თვითონ ამ ქვეყნების თავდაცვის უნარიანობის ზრდაზე, ხოლო 1.5% იქნება ნატოს ორგანიზაციულ დახმარებაზე, რომელზეც მეტწილად მოიაზრება უკრაინის დახმარება რუსეთის კონფლიქტში რუსეთთან წინააღმდეგ. ასევე ნიშანდობლივია ის პრაქტიკული პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს ევროპაში მილიტარიზაციისთვის, გარდა ამ ფინანსური რესურსების აკუმულაციისა, მაგალითად ხდება გარკვეული, ასე ვთქვათ, ინფრასტრუქტურის შემზადება საომავლოდ. ამ შემთხვევაში ნიშანდობლივია ერთ-ერთი, ყველაზე მსხვილი პორტი ევროპაში, როტერდამის ფუნქციური განახლება
და რა იგულისხმება ამაში, თუ აქამდე როტერდამს არ შეეძლო სამხედრო ტვირთების მიღება, ძირითადად გამოიყენებოდა ანტვერპენის პორტი, რომელიც შედარებით მცირე მოცულობისაა, ხდება ამ პორტის შინაარსობრივი ცვლილება, რომელმაც საომავლოდ უნდა მიიღოს მსხვილი მასშტაბის შეიარაღება, კონკრეტულად ამ შემთხვევაში შეერთებული შტატებიდან. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ შეერთებულმა შტატებმა დაიწყო იმ ბირთვული ქობინების უკან დაბრუნება დიდ ბრიტანეთში, რომელიც მას 2008 წლამდე გატანილი ჰქონდა. მოგეხსენებათ ის, რომ დიდ ბრიტანეთს არ გააჩნია გარკვეულწილად ბირთვული სუვერენულობა, ის ბირთვული ქობინები, რომლებიც აქვს ბრიტანეთს, მასზე კონტროლი აქვს შეერთებულ შტატებს და მისი, ასე ვთქვათ, მოქმედებაში მოყვანის შესაძლებლობა აქვს შეერთებულ შტატებს. ასევე აქ ხაზი უნდა გაისვას იმ არსებული სამხედრო ბაზების მოდერნიზებას, გაფართოებასა და ასე ვთქვათ, შეიარაღებას, რომელიც არსებობს ამ შემთხვევაში რუსეთის სასაზღვრო არეალში, იქნება ეს პოლონეთში, ჟეშურის პორტი, რუმინეთში და ასევე ფინეთში, ასე ვთქვათ, მზარდი მილიტარიზაცია. რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთის სცენას, ირანის წინააღმდეგ წამოწყებული სამხედრო ოპერაციაც ამ დიდი გეგმის ერთ-ერთი ნაწილი იყო, ამ ერთ-ერთი სცენის აქტივაციის გეგმას წარმოადგენდა ის, რომლის თავარი შემსრულებელი ამ შემთხვევაში იყო ისრაელი. ეს, ასე ვთქვათ, საწყისი ეტაპი არ აღმოჩნდა იმ შედეგის მქონე, რა შედეგზეც იყო ის გათვლილი და ამ ეტაპზე შეჩერებულია ეს პროცესი, თუმცა ეს არნიშნავს იმას, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციები მომავალში არ იქნება პირიქით, ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, საკვანძო მიმართულება იქნება ახლო აღმოსავლური სცენა, გამომდინარე იქიდან, რომ ამ სცენაზე წარმატების მიღწევით მეტწილად შემდგომ შეიძლება შეერთებულმა შტატებმა, ასე ვთქვათ, გარდატეხა შეიტანოს სხვა ამ ორ მსხვილ სცენაზე, იქნება ეს ევროპულ სცენაზე თუ სამხრეთ აღმოსავლურ აზიის სცენაზე. აქაც თავარი შემსრულებლები იქნებიან ამ შემთხვევაში ისრაელი და თურქეთი. თურქეთი ამ შემთხვევაში მეორე ხარისხოვანი როლის შემსრულებელი შეიძლება აღმოჩნდეს, რომელიც უშუალოდ არ იქნება სამხედრო ოპერაციებში ჩართული, თუმცა მათ, ასე ვთქვათ, პოლიტიკის წარმოება, პოლიტიკის მენეჯმენტი, სამხედრო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა შეიძლება მასზე იყოს დაკისრებული. თავად რაც შეეხება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიურ სცენას, აქაც საკმაოდ საინტერესო მოვლენები ვითარდება, მაგალითად უკვე დაიწყო უპრეცედენტო სამხედრო წვრთნები ტაივანთან ერთად შეერთებულ შტატებმა, იმ მასშტაბის წვრთნები, რომლებიც არ ჩატარებულა ცივი ომის დასრულების შემდგომ, ასევე თავად ტაივანმა დაიწყო თვითონ ტაივანში, ასე ვთქვათ, საპოლიციო სამხედრო მობილიზება, რომელიც, ასე ვთქვათ, ასევე უპრეცედენტოა. ასევე აქ აღსანიშნავია ისიც, რომ შეერთებულმა შტატებმა პირველად ტაივანს გადასცა ჰაიმარსის ტიპის შორმანძილზე მფრენი რაკეტები, რომელიც, ასე ვთქვათ, კრიტიკულ ნიშნულს უახლოვებს შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებს. მაგრამ აქ ნიშანდობლივია იმ ძველი სტრატეგიის განახლება, რომელსაც შეერთებული შტატები იყენებდა მეორე მსოფლიო ომში იაპონიის წინააღმდეგ და ცივი ომის პერიოდშიც, რომელიც გულისხმობს წყნარ ოკეანეში კუნძულთა მეორე ჯაჭვის შეიარაღებას და რას ნიშნავს ეს? ჩინეთის და იაპონიის საზღვაო ზოლში არსებობს ეგრეთ წოდებული პირველი და მეორე კუნძულთა ჯაჭვი. კუნძულთა პირველი ჯაჭვში მოიაზრება ამ შემთხვევაში იაპონია, იაპონური კუნძულები მის სამხრეთით, კუნძული ოკინავა, ტაივანი და ფილიპინების ჩრდილოეთ ნაწილი, რომელიც, ასე ვთქვათ, პირველი ზღუდია ჩინური, ასე ვთქვათ, საზღვაო გაფართოების შეკავებისთვის, ხოლო მეორე ეს არის, ასე ვთქვათ, იაპონიიდან იწყება, აქ არის ჩრდილო მარიანას კუნძულები, გუამი და პალაუ. და სწორედ შეერთებული შტატები იწყებს აი ამ მეორე ზოლის კუნძულების გამალებულ შეიარაღებას, გამომდინარე იქიდან, რომ ეს კუნძულთა ჯაჭვი შედარებით მოშორებულია ჩინეთიდან და ჩინეთს გარკვეულწილად ლიმიტები და შეზღუდვები აქვს სარაკეტო, საავიაციო შეზღუდვები, რომ ასე ვთქვათ, იერიშები მიიტანოს აი ამ კუნძულებზე და აი ამ მეორე ჯაჭვის კუნძულებით უნდა მოხდეს მომარაგება, ასე ვთქვათ, პირველი ჯაჭვის კუნძულების, ამ შემთხვევაში კონკრეტულად ტაივანი მოიაზრება. ნუ ეხლა აი ამ პოტენციურ საომარ სიტუაციაში რამდენად ჩაერთვება იაპონია, ეს საკმაოდ დიდი კითხვის ნიშნებს აჩენს. მაგრამ აქვე უნდა ვახსენოთ ის ორგანიზაციული პლატფორმები, რომლების გააქტიურებას და ეფექტურობის ზრდას ხელს უწყობს შეერთებული შტატები. პირველ შემთხვევაში უნდა ვახსენოთ AUKUS-ი, დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიისა და შეერთებული შტატების გაერთიანება და Quad-ი, ეგრეთ წოდებული ქართულად 4-ეული, რომელშიც შედის იაპონია, სამხრეთი კორეა, ინდოეთი და თავად შეერთებული შტატები. ამ ორგანიზაციულმა პლატფორმებმა უნდა უზრუნველყოს პოლიტიკურ-დიპლომატიური მინიმუმ პოლიტიკურ-დიპლომატიური შეკავება ჩინეთის. ბოლოს საკმაოდ გაძლიერდა წნეხი ავსტრალიის
ავსტრალიაზე, რომ ავსტრალია, ასე ვთქვათ, სამხედრო თვალსაზრისითაც იქნას ჩართული ჩინეთის წინააღმდეგ, თუმცა ავსტრალიურ, შიდა პოლიტიკურ ელიტებში არის გარკვეული წინააღმდეგობა, გამომდინარე იქიდან, რომ მათ, ასე ვთქვათ, ჩინური გავლენების ზრდა არ აწუხებთ და პირიქით ავსტრალიის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი არის ჩინეთი და ამით, ასე ვთქვათ, კმაყოფილია ავსტრალიური პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტები. მთლიანობაში რომ შევაჯამოთ, შეერთებული შტატების მხრიდან ტოტალური ომის წარმოება სამ ფრონტზე არ გულისხმობს იმას, მანამდე რომ შეერთებული შტატები უშუალოდ იქნება ჩართული აი ამ სამი წამყვანი მოთამაშის წინააღმდეგ, ირანის, ჩინეთის და რუსეთის წინააღმდეგ, როგორც ჩემი აღწერებიდან გამომდინარეობს, ამ სამივე ფრონტზე გამოყენებული იქნება ეგრეთ წოდებული პროქსი ძალები, ჭყალებში აღვნიშნოთ შეერთებული შტატების პარტნიორი მოკავშირე ქვეყნები. რუსეთთან მიმართებაში ეს იქნება ევროპა, ზოგადად ევროკავშირი და ამიტომაც ხდება, ასე ვთქვათ, ევროკავშირის მილიტარიზაცია და ამ ორგანიზაციის ზოგადად ფუნქციური ცვლილება და გარკვეულწილად ევროპის სცენაზე შეერთებული შტატები გეგმავს პირველი და მეორე მსოფლიო ომის სცენარებს, სადაც შეიძლება ევროპა დაზარალდეს, მაგრამ აი ამ ევროპის დაზარალებით სარგებელი ნახოს შეერთებულმა შტატებმა. იგივე სცენარი მუშავდება ახლო აღმოსავლეთში, როგორც ვახსენე, იქაც ასე ვთქვათ, ეგ პროქსი ძალებად მოიაზრება წამყვან ძალებად ისრაელი, თურქეთი და სხვა არაბული ქვეყნებიც, რომლებიც შეიძლება უშუალოდ სამხედრო კონფლიქტში არ იქნენ ჩართული, თუმცა ისინი ბაზას, პლატფორმას შეუქმნიან ომის საწარმოებლად ირანის წინააღმდეგ, ხოლო აი ასე ვთქვათ, სამხრეთ აღმოსავლეთ წყნარ ოკეანეთში თავარი ასე ვთქვათ, პროქსები არის ამ შემთხვევაში იაპონია, ფილიპინები, თავად ტაივანი, შეიძლება ეს იყოს სამხრეთ კორეაც, ანუ შეიძლება შეერთებული შტატებმა, ასე ვთქვათ, ისე აწარმოოს, ესე ვთქვათ, ტოტალური ომი ამ რევიზიონისტულ ძალებთან, რომ ის უშუალოდ არ იქნას ჩართული ამ ომში და თავიდან აირიდოს ეს პასუხისმგებლობა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მსგავსი ტოტალური ომი, სამფრონტიანი ომი აუცილებლად შეიძლება განხორციელდეს და ასე ვთქვათ, მოხდეს მისი პრაქტიკაში აქტივაცია, გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი ტიპის ესკალაციას ყავს მოწინააღმდეგეები თავად შეერთებული შტატების ამ სამოკავშირეო ალიანსებში, იქნება ეს თუნდაც ევროკავშირი, იქნება ეს ახლო აღმოსავლეთში, არაბები და იქნება ეს სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში, თუნდაც მაგალითად უკვე ჩანს ეს წინააღმდეგობის ნიშნები იაპონიისგან, სამხრეთ კორეის მხრიდან, როგორც ვახსენე, ავსტრალიის მხრიდან. ეს წინააღმდეგობა გამომდინარეობს იქიდან, რომ ამ ალიანსებში შემავალ ქვეყნებს არ სურთ საკუთარი ეკონომიკური განვითარება, საკუთარი პრაგმატული პოლიტიკები შესწირონ მსგავსი ტიპის ტოტალურ კონფლიქტს, განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც მათ სავაჭრო პარტნიორობა აკავშირებთ და მათი საგარეო ვაჭრობა პრაქტიკულად დამოკიდებულია ამ ქვეყნებზე და ასევე არსებობს გლობალური რისკები მსგავსი ტოტალური ომის წარმოებისას, გარდა იმისა, რომ შეიძლება ეს ქვეყნები უშუალოდ ჩართული აღმოჩნდნენ წამყვან სამხედრო ინდუსტრიებთან, ამ შემთხვევაში ჩინეთთან, რუსეთთან და ირანთან. მსგავსი ტოტალური კონფლიქტი აჩენს ბირთვული კატასტროფის პოტენციალს და ზრდის ალბათობას. მაგრამ აქ უნდა დავსვათ თავარი შეკითხვა, თუ რატომ სურს შეერთებული შტატებს მსგავსი ტიპის ტოტალური ომის წამოწყება ახლა და დროის ამ ეპოქაში საკუთარი ჰეგემონიის შესანარჩუნებლად. თავარი ძირითადი, ასე ვთქვათ, პასუხი ამაზე არის ის, რომ ის შეერთებული შტატები თანდათანობით კარგავს საკუთარ უპირატესობებს სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს ტექნოლოგიური უპირატესობა, კულტურული უპირატესობა, სამხედრო უპირატესობა და რაც თავარია თანდათანობით აი ეს რევიზიონისტული ძალები, სხვადასხვა ორგანიზაციული ფორმატებით, ამ შემთხვევაში პირველი უნდა ვახსენოთ ბრიქსის ორგანიზაცია, თანდათანობით ძირს უთხრიან ამ შემთხვევაში დოლარის დომინაციას, რომელიც გადამწყვეტია შეერთებული შტატების ჰეგემონიისთვის. ბევრი იტყვის, რომ მაგალითად შეერთებული შტატების შეერაღება და მის სამხედრო ბაზები გლობალური მასშტაბით არის გადამწყვეტი ფაქტორი იმისა, თუ რატომ არის შეერთებული შტატები, ასე ვთქვათ, გლობალური ჰეგემონი და ინარჩუნებს აი ამ სტატუს-კვოს, მაგრამ რომ არა დოლარი, მსგავსი ტიპის ინფრასტრუქტურას და მსგავსი ტიპის ასე ვთქვათ, სტატუს-კვოს შენარჩუნება შეუძლებელი იქნებოდა აი ამ 800 და 800-ზე მეტი სამხედრო ბაზის არსებობას გლობალურად სჭირდება ფინანსური უზრუნველყოფა. ხოლო სამომავლოდ თუ კი დოლარი აღარ იქნება გლობალურად წამყვანი სარეზერვო ვალუტა, ანუ ქვეყნები აღარ გამოიყენებენ მას საერთაშორისო ვაჭრობაში და საგარეო რეზერვებისთვის, ფინანსური რეზერვებისთვის, ეს ნიშნავს იმას, რომ შეერთებულ შტატებს აღარ ექნება თავის ნებაზე ულიმიტოდ და უსაზღვროდ დაბეჭდოს დოლარი და აიღოს იმ მოცულობების ვალი, რომელსაც ის ამჯერად იღებს, ეს პრაქტიკულად წელიწადში $1 ტრილიონ უტოლდება
და ასეთ შემთხვევაში ის ფინანსური უზრუნველყოფა, რაც აქამდე ჰქონდა შეერთებული შტატების გლობალურ სამხედრო ინფრასტრუქტურას, პოლიტიკურ, სამოქალაქო, სოციალურ, კულტურულ ინფრასტრუქტურას, ეს ფინანსური უზრუნველყოფა თანდათანობით უფრო მწირი გახდება და ასე ვთქვათ, აი ამ მიმართულებებით შეერთებული შტატები ვეღარ შეძლებს ასე ვთქვათ გლობალური დომინაციის შენარჩუნებას. ამიტომ სანამ ასე ვთქვათ ეს გარდამტეხი მომენტი დამდგარა, როდესაც აი ეს რევიზიონისტული ძალები ჯამურად აი ამ მიმართულებებით ასე ვთქვათ აშკარად დაჯაბნიან შეერთებულ შტატებს, სანამ ეს მომენტი დამდგარა, აი ეს მანამდე ასე ვთქვათ უნდა გამოიყენოს ის სამხედრო ასე ვთქვათ შესაძლებლობები შეერთებულ შტატებმა, რაც მას გააჩნია და გამოიყენოს ის სამოკავშირო ალიანსები, რაც ასე ვთქვათ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მას ჰქონდა. დღეისათვის სულ ეს იყო, მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, ასევე დაწერეთ კომენტარები თუ რა საკითხები გაინტერესებთ, რომ შემდგომ დიდი ვეზირის ეპიზოდებში შევეხო. ეს დიდი ვეზირია, მე შოთა თხელიძე ვარ, დროებით.